იმისა, რომ პროფესორები ამ მომენტისთვისაც მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადაარჩინონ საკუთარი უნივერსიტეტი და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ ზურგს უკანაც ხედავთ, რომ სტუდენტები ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად იკრიბებიან, ხედავთ, რომ გივი მიქანაძე საერთოდ არაფრად არ აგდებს მათ პროტესტს, მან დღეს მკაფიო განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაუვალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება საწყის ეტაპზე, გამოიკვეთა კონტურები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება აპირებს ჯერ გააერთიანოს ეს ორი უნივერსიტეტი, ხოლო ამის შემდეგ იმსჯელოს და იფიქროს, მოიკულიოს დეტალები, მაგალითად როგორც ირკვევა, შეჯერდება პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი ამ ორ უნივერსიტეტში აღმოჩნდება ერთნაირი პროგრამები და ნამდვილად აღმოჩნდება, შემდგომ უკვე ერთ კომპონენტად შეჯერდება, რაც აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, სად შეიძლება წავიდეს ამდენი პროფესორი ორი უნივერსიტეტის მასშტაბით. ამასთან დაკავშირებითაც ამბობს და ხაზს უსვამს იმას, რომ არც ერთი ლექტორი თუ პროფესორი აკადემიური სფეროს წარმომადგენელი არ დარჩება გარეთ, მისივე ციტირება რომ მოვახდინოთ, თუმცა ჩნდება ასევე კითხვა რის ხარჯზე მოხდება საათების შეკვეცის ხარჯზე, თუ საერთოდ მათი პოზიციების შეცვლის ხარჯზე, რადგან მან ადმინისტრაციაში გადანაცვლებაც ახსენა, რაც განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია პროფესორებისათვის, ასევე ამბობს იმასაც, რომ ორი ძირითადი ცენტრი უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო დედაქალაქსა და ქუთაისში, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც ყველაზე მთავარია, სულ ცოტა ხნის წინ ამ უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამბობდა იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესი, რომ სანამ პროფესორების პოზიციას არ მოისმენდა და თავადაც არ გაიგებდა თუ რა ბედი ელის უნივერსიტეტს იქამდე არ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა პრაქტიკულად და ფაქტობრივად გაბათილდა მისი ეს არგუმენტები და მოსაზრება გივი მიქანაძის განცხადების შემდეგ, რადგან მიქანაძე ამბობს, რომ არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება და რომ ეს ორი უნივერსიტეტი ყოველ მიზეზ გარეშე გაერთიანდება. სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალური ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. იქ სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ასევე გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე. გარდა ამისა, გივი მიქანაძისგან ვიგებთ იმასაც, რომ წამყვანი პროფესორის პოზიცია იქმნება უნივერსიტეტში, რაც ასევე დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან არსებობს გარკვეული პოზიციები, ეს არის ასოცირებული პროფესორი, არის სრული, არის მიწვეული პროფესორი. უნივერსიტეტში ისედაც დაცულია სუბორდინაციული თვალსაზრისით მსგავსი ნაბიჯები და მსგავსი პოზიციები, აქედან გამომდინარე, დამატებითი კითხვები გააჩინა იმანაც, რა საჭიროა წამყვანი პროფესორის პოზიციის შექმნა, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომ ღია კონკურსის წესით იქნება შერჩევა, რაც ასევე კიდევ უჩენს მათ შორის პროფესორებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს ქართული ოცნება რეალურად ამ აკადემიურ სფეროს ადამიანებს, რომლებმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ახალგაზრდებისა და ახალი თაობის აღზრდას შესწირეს. ისინი ფიქრობენ, რომ თავდაპირველად იქნება დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არ შეეხება მათ პოზიციებს, თუმცა შემდგომ უკვე რა თქმა უნდა მოლოდინი აქვთ, რომ მათზეც მივაჯერი და რა თქმა უნდა გაუშვებენ მათაც სამსახურიდან, რადგან ფიზიკურად აღარ იქნება ბაზარზე მოთხოვნა ამდენი პროფესორის. სწორედ ამას გაუსვა ხაზი მიქანაძემაც საბაზრო პოლიტიკით ახსნა ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ ქუთაისსა და თბილისში სურთ, რომ იყოს ორი უმნიშვნელოვანესი ცენტრი განათლების თვალსაზრისით, ამბობენ იმასაც, რომ ბაზრის კვლევის შედეგად დადგა დღის წესრიგში ეს ყველაფერი. გარდა ამისა, დასაწყისშივე მან საკუთარი საუბრის აღნიშნა, რომ განათლების ამ რეფორმაზე, რომელსაც უკვე დეფორმა უწოდეს, მუშაობა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გარდა ამისა, მისივე განმარტებით მასში ჩართულები იყვნენ სპეციალისტები, დარგის წამყვანი პროფესორები. თუმცა ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში გვესმის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესორებთან აზრის შეჯერების საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი, ამიტომ კიდევ მეტი კითხვა დატოვა ამ ყველაფრის შემდეგ გივი მიქანაძემ. ჩვენ შემოგვაქვს
ახალი პოზიცია, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს. მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე განახორციელებენ რეორგანიზაციას. ასევე ვიგებთ იმასაც, რომ რეორგანიზაციის პროცესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ხოლო საბჭო დაკომპლექტდება მიქანაძის განმარტებით ორივე უნივერსიტეტისაგან შემდგარი პროფესორებისა და ლექტორებისაგან. ესეც არის გასარკვევი თუ რა პრინციპით მოხდება შერჩევა. ცხადია, ჩვენ კითხვები დავსვით მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან. კითხვაზე, რატომ თბილისი და ქუთაისი პროფესორების განმარტება არის ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მისი უნივერსიტეტი გახადოს წარმატებული, უფრო მეტად მოთხოვნადი, რადგან დარწმუნებულები არიან და ამას არა მხოლოდ მათი ვარაუდი, არამედ კვლევებიც ადასტურებს, რომ ეს უნივერსიტეტი არის წამგებიანი და ვერ გაამართლა. ამიტომ ახლა ეჭვი არავის არ ეპარება, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარება და გაერთიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, რაც დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოო ჯამში გამოიწვევს ამ უდიდესი ისტორიის მქონე ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის დაკარგვას და წარსულში ჩაბარებას შთანთქმას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან. ისინი ეუბნებიან მიქანაძეს, რომ ჯერ თავად მიაღწიოს განათლების სფეროში იმდენს, რამდენსაც თავად მიაღწიეს და მხოლოდ ამის შემდგომ გადაუწყვეტოს პროფესორებს თუ სად და როგორ უნდა ასწავლონ და სტუდენტებს რა პროფესია უნდა აირჩიონ. რეფორმების გატარება ძალიან კარგია, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა გულისხმობდეს ერთ-ერთი უძლიერესი და უძველესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაქრობას. ძალიან ცუდი არის ის ფაქტი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ იარსებებს მხოლოდ და მხოლოდ TSU, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი გაქრება და აღარ იარსებებს. არადა ჩვენ ქალაქში ძალიან ბევრი რამე აშენებულია სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების და ძალიან სამწუხაროა. არ ვთმობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. არ მინდა, რომ ამ ხელისუფლების ხელში იყოს ჩვენი უნივერსიტეტი და ამათ ბედზე იყოს ჩვენი უნივერსიტეტი. არ მინდა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის 104 წლიანი ისტორია სამუდამოდ უყვალოდ წაიშალოს. ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე იმისთვის, რომ მინდოდა აქ ჩაბარება, მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და დაანებეთ თავი ჩვენს უნივერსიტეტს. ხელები შორს ტუსკან. რატომ მოვიდათ საერთოდ თავში აზრად აი ასეთი ქმედება, ასე ვთქვათ, მიუღებელია, წარმოუდგენელია და არ ვიცი, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სრულად ანგრევენ განათლების სისტემას. სად არის ეს კონცეფცია? რომელმა ჯგუფმა იმუშავა? მითიური ნობელიანტები მოიწვიეს საიდანმე და გვიმალავენ? მაინტერესებს ვინ გენიოსებმა შეიმუშავეს ეს იდეა, რომ GPI-ის დარგის არც ერთი კორიფე იქ არ იყო მიწვეული და არავისთვის არაფერი არ უკითხავთ, რასაც ახლა ჩვენ სამინისტროდან ვისმენთ. ეს არის უბრალოდ შეუვალი პოზიცია, რომ ჩვენ ასე გვინდა, ჩვენ ასე ვაპირებთ და სიტყვაზე გვენდეთ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი. ყველა შეუნარჩუნდება აკადემიური სტატუსი, ის რაღაც, აი ეს არის ძალიან ზოგადი, ბუნდოვანი და არავითარ კონკრეტიკას რო არ მოიცავს ისეთი, ვინ უნდა გადაინაცვლოს ადმინისტრაციაში მუშაობა რომ დომოდა დისერტაციას კი არ დავიცავდა, პროფესორი კი არ გავხდებოდი. 3 ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, 3 სახელმწიფო უნივერსიტეტი. ველოდებით ხვალ რა პასუხს გვეტყვის სამინისტრო და როგორ მოგცემს ძალიან კონკრეტულ განმარტებებს. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ამ წუთებში იკრიბებიან ადმინისტრაციული შენობის მეხუთე კორპუსის წინ, მათ ეტაპობრივად უერთდებიან პროფესორებიც, ხოლო ძირითადი სათქმელი ამ აქციის, რა თქმა უნდა, არის ის იდეა, რომელიც ჟღერდება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არ დაუშვებენ ამ ორი უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანებას, თუმცა დღეს კიდევ ერთი მიზეზი დაემატა ამ ყველაფერს. ისინი გმობენ მიქანაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმა გადახედვას არ ექვემდებარება.